ჩინეთი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ აკვირდებოდა აშშ-სა და ირანს შორის ომის განვითარებას, მოულოდნელად ომიდან გამოშლის გზას შესთავაზა. თუმცა დონალდ ტრამპისგან რაღაცის სანაცვლოდ ითხოვს. საკითხი იმაშია, რომ უკვე 14 და 15 მაისს პეკინში სი ძინპინთან შესახვედრად დონალდ ტრამპი ჩავა, მაგრამ ვიღაცამ მას დაასწრო. დღეს 6 მაისს პეკინს ესტუმრა ირანის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელი აბას არაქჩი. და ამ ვიზიტმა ყურადღება მიიპყრო მთავარ საკითხზე. შეძლებს თუ არა ჩინეთი ამერიკა-ირანის კონფლიქტში შვიდობის ყოფილის როლის შესრულებას. და ჩინეთი უკვე მიანიშნებს, რომ მზად არის დაეხმაროს დონალდ ტრამპს ამ ომის დასრულებაში. და გარკვეულწილად გამარჯვებულადაც კი გამოიყვანოს იგი ამ დაპირისპირებიდან. მაგრამ სი ძინპინი ასეთი მომსახურებისთვის საკმაოდ მაღალ ფასს ითხოვს და სწორედ ამას განვიხილოთ ახლა. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატის საშუალებით. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით, ან პლატფორმაზე სპონსორობის საშუალებით. საერთოდ თუ ეს გამოშვება თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება, გამოშვების ბოლოს გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ჩვენი YouTube არხის მუშაობას თქვენი დონატებით. მაშასე, დღეს 6 მაისს პეკინში ჩავიდა ირანის დიპლომატიის ხელმძღვანელი აბას არაქჩი. და ამ ფონზე თეთრი სახლის წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვენ, რომ ჩინეთმა გამოიყენოს თავისი გავლენა ირანზე ჰორმუზის სრუტის გამბლოკვისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საჯაროდ მოუწოდა პეკინს გამოიყენოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაქჩის ვიზიტი ჩინეთში, რათა დაართმუნოს თეირანი შეასუსტოს კონტროლი ამ მნიშვნელოვან წყლის გზაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაამატა, რომ ჩინეთი ჰორმუზის სრუტის ირანის მიერ ფაქტობრივად დახურვისგან უფრო მეტად დაზარალდა ვიდრე შტატები. ჩინეთის ეკონომიკა, რომელიც ექსპორტზეა დაფუძნებული, დამოკიდებულია ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირებას. და მარკო რუბიომ დაამატა, რომ ჩინეთის ინტერესებშია ირანმა შეწყვიტოს ჰორმუზის სრუტის ბლოკირება. აქ წინასწარ ცოტას დავამატებ, რომ ჩინეთმა ამ ომამდე საკმაოდ დიდი შიდა ნავთობის მარაგები შექმნა. და ექსპერტების გათვლებით ისინი ნახევარწელზე მეტხანსაც კი შეძლებენ მშვიდად ოფნას და საერთოდ არ ინერვიულებენ იმაზე, რომ ნავთობის ექსპორტი შემცირდა. საერთოდ უპრობლემოდ. და აქ საინტერესოა, რადგან ერთ-ერთმა დიპლომატმა სააგენტო Associated Press უთხრა, რომ აშშ-ში სერიოზულ ძალისხმევას ახმარს, რათა დაარწმუნოს ჩინეთი თავი შეიკავოს ვეტოს დადებისგან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე, რომელსაც ვაშინგტონი უჭერს მხარს და რომელიც მიზნად ისახავს ჰორმუზის სრუტის გამბლოკვას და ირანის კრედებების დაგუმბას. აქ აღნიშნავ, რომ ჩინეთმა და რუსეთმა გასულ თვეში უკვე დაბლოკეს ჰორმუზის სრუტის შესახებ წინა რეზოლუცია. განაცხადეს, რომ ის ძალიან შორს მიდის და არ გმობს აშშ-სა და ისრაელს იმ დარტყმებისთვის, რომლებმაც ეს ომი დაიწყეს. გარდა ამისა, დღეს ჩინეთმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-სა და ისრაელის ომს ირანის წინააღმდეგ არალეგალურად მიიჩნევს. ამასთან ერთად აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესონმა ორშაბათს 4 მაისს განაცხადა, რომ ირანი იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრაზე. და ეს უბრალოდ მახეში გააბა დონალდ ტრამპი. რადგან აღნიშნავ, რომ ეს შეხვედრა თავდაპირველად დაგეგმილი იყო ამერიკისთვის სუპერ გამოსადეგი სავაჭრო შეთანხმების ხელმოსაწერად. ირანში ომამდე პრიორიტეტული საკითხი ახლო აღმოსავლეთი კი არა, არამედ სავაჭრო შეთანხმების დადება იყო. მაგრამ ეხლა ეს საკითხი გადაიწია. ყველაფერი ეხლა ყურადღების ცენტრში სხვა რამაა. უკვე ეხლა გახდა ცნობილი, რომ სწორედ ჩინეთმა აიძულა ირანი, სხვათა შორის, დათანხმებოდა ცეცხლის შეწყვეტას აპრილის დასაწყისში. და თვითონ დონალდ ტრამპაც კი განაცხადა, რომ მისი აზრით ჩინეთმა გარკვეული როლი ითამაშა ირანის სახალისებაში. დათანხმებულიყო მკრიფე ზახს. ეხლა კი ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ჩინეთს შეუძლია მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს ჰორმუზის სრუტის გამბლოკვისთვის. მაგრამ მეორე მხრივ, აშშ-ის მთავრობა ამტკიცებს, რომ ჩინეთი დიდი ხანია მხარს უჭერს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამას და აწუდის თეირანს ორმაგი დანიშნულების სამრეწველო კომპონენტებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რაკეტების წარმოებისთვის. მაგრამ გასულ თვეში, მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ფაქტობრივად დააგავეს საკონტეინერო გემი, რომელიც ირანში რაკეტის საწვავის დასამზადებლად საჭირო ქიმიკატებს ეზიდებოდა, ტრამპმა განაცხადა, რომ სი ძინპინმა ამის შემდეგ დათანხმდა, აღარ მიეწოდებინა იარაღი ირანისთვის. ამასთან ამ განცხადებასთან ერთად გაჩნდა ცნობები, რომ პეკინი განიხილავდა თეირანისთვის შეიარაღების გადაცემის შესაძლებლობას. ამიტომაც იქმნება სიტუაცია, სადაც სწორედ ჩინეთზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევა ირანი.
ამჟამად პეკინი სულ მცირე ქაღალდზე აშკარა კანდიდატია, რომ გადაიბაროს შუამავლისა და მთავარი მოლაპარაკებლის როლი. ჩინეთი დიდი ხნის განმავლობაში იყო ირანის ახლო დიპლომატიური და ეკონომიკური პარტნიორი. უკრავს მუსიკა. ეს ერთგულება ეფუძნება საერთო უთანხმოებებს აშშ-სთან და აშშ-სთან და იაფი ნავთობის მიღების სურვილს. მაგრამ ამავე დროს ჩინეთს აქვს ღია საკომუნიკაციო ხაზი ვაშინგტონთან და მას აქვს პირდაპირი კავშირი დონალდ ტრამპთან, როდესაც ის შეხვდება ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს უკვე მომავალ კვირას. ანუ იდეალური პოზიცია. სავარაუდოდ სწორედ ამ მომენტმა უბიძგა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის ეწვია პეკინს და იქვე შეხვდა ჩინელ კოლეგა ვან ის. იმედი არსებობს, რომ პეკინი, ციტატა, შეძლებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დარღვევის აღკვეთას. და ტრამპიც სავარაუდოდ ასევე დააყენებს კონფლიქტის საკითხს სი ძინპინთან. მისი მოსალოდნელი ვიზიტის დროს, რომელიც თავდაპირველად ორი ქვეყნის ეკონომიკურ კონკურენციას უნდა შეხებოდა, ახლა კი ირანთან ომით არის დაჩრდილი. თავად ჩინელი ჩინოვნიკები რამდენიმე კვირის განმავლობაში მოუწოდებდნენ ცეცხლის შეწყვეტისკენ და პეკინს წარმოაჩენდნენ როგორც პოტენციურ შუამავლად სამშვიდობო პროცესში. მათ შორის სი ძინპინიც. გასულ თვეში მან გამოაქვეყნა 4-პუნქტიანი საერთო წინადადება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანი დარეგულირებისათვის. უკვე ის ფაქტი, რომ სი ძინპინმა ერთ კვირაში ორივე მხარე თავისკენ მიიზიდა, მისთვის გამარჯვება. რადგან ის ცდილობს გააძლიეროს ჩინეთის როლი როგორც გლობალური ძალა. წარმოიდგინეთ ეს სურათი. ჩინეთი მშვიდობას ამყარებს. ან მაგალითად ეხმარება აშშ-სა და irans შორის მშვიდობის შეთანხმების დადებაში. იმ ფონზე, როცა ტრამპი ამბობდა, რომ ირანი მალე ასე დანებდება და თეთრ დროშას აღმართავს, მოლაპარაკებები სულ უფრო არაპოპულარულ აშშ-ის პრეზიდენტთან, რომელიც ჩაფლულია ხანგრძლივ ომში და ეძებს იოლ გამარჯვებებს, ალბათ სი ძინპინისთვის. იცით, არასასურველი პოზიცია არ არის. არა, პირიქით. სი ძინპინისთვის ეს ძალიანაც მომგებიანია. იმიტომ რომ სავაჭრო შეთანხმება კიდევ ერთხელ დავიმეორებ, უკვე გადადადებულია. მეორე პლანზე გადაიტანეს. ასე რომ ამაზე საუბარი აღარ არის საჭირო. და ფაქტობრივად შეიძლება ასე, ბოდიში, მუდმივად გადადოთ ეს საკითხი. ასე დასრულდება დონალდ ტრამპის კადენცია. და სავაჭრო გარდა ამისა, ამ მომენტში სი ძინპინი პირიქით ზად არის ირანს დაეხმაროს, რომ კიდევ მინიმუმ რამდენიმე კვირა გაუძღოს ამ ომში, სანამ ტრამპთან გარიგებაზე წავა. ანუ თუ ტრამპი ჩინეთისთვის რამე კარგს არ გააკეთებს, ჩინეთს შეიძლება ირანს დაეხმაროს და ირანი კიდევ გაუძლებს. თვეს, ორ თვეს, სამ თვესაც კი. და შექმნილმა სიტუაციამ შეიძლება ჩინეთს მისცეს უნიკალური შესაძლებლობა მიიღოს სარგებელი ამ დაპირისპირებიდან, სავარაუდოდ ძალიან მკაცრი შუალედური არჩევნების წინ დონალდ ტრამპისთვის. რადგან ტრამპს სურს ამერიკელ აუნჩელებს არჩევნოს ხელშესახები გამარჯვებები. მაგალითად, როგორიცაა ჩინეთის მიერ ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ბოინგის თვითმფრინავების მასშტაბური შესყიდვები. ეს ეხებოდა სავაჭრო შეთანხმებას. ეხლა ეს საკითხები უკანა პლანზე გადავიდა. და სი ძინპინი ხვდება, რომ კარგი, თუ ტრამპს მაგალითად ამის შესახებ საუბარი უნდა, მაშინ ირანზეც უნდა ისაუბრო. და ტრამპმა უნდა აღიაროს, რომ სი ძინპინის გარეშე ამ ომს ვერ მოაგვარებს. მეორე მხრივ, ჩინეთისთვისაც კი მონგებიანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანს პეკინზე სრულ დამოკიდებულებაში აგდებს. ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთთან მოხდა, რომელიც გახდა ასეთი მკაცრი, საცუდავი ვასალი ჩინეთის. ეხლა ფაქტობრივად რუსეთი ჩინეთის გარეშე უბრალოდ ცარიელი ადგილია, ეს არაფერი. რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, აქ მაინც იყო პარტნიორობა რუსეთსა და ჩინეთს შორის. ახლა რუსეთი უბრალოდ იაფფასიანი დანამატია ჩინეთისთვის. ჩინეთი რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს ამ დაუბანავ რუსებთან. ცხადია, რომ ომის შემდეგ ირანის დამოკიდებულების ჩინეთზე მდგომარეობა შენარჩუნდება. რადგან ომის დროსაც კი ჩინეთის მიერ ირანული ნავთობის შესყიდვები ირანის ექსპორტის 90%-ზე მეტს შეადგენს. ამგვარად, ჩინეთს ირანზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზემოქმედების ბერკეტები ეძლევა. და აქ საინტერესო შემოbrunება. გასულ თვეში აპრილში ვაშინგტონმა შავსიაში შეიყვანა ჩინეთის მსხვილი ნავთობქიმიური კომპანია. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს თქმით, ეს კომპანია ირანული ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მყიდველი იყო. ეს იყო საკმაოდ მკაცრი სანქციები იმის გამო, რომ ეს კომპანია ირანულ ნავთობს ყიდულობდა. ეს არის ყველაზე დიდი ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ამერიკულ სანქციებში მოხვდა. პასუხად პეკინი ამ სანქციებს არ შეშინებია. პირიქით, პეკინში კომპანიებს მთელ ჩინეთში უბრძანეს არ დაეცვათ სანქციები ამ საწარმოსა. და კიდევ 4 სხვა ამერიკის მიერ შავსიაში შეყვანილი კომპანიის მიმართ. პეკინში განაცხადეს: არ შეგეშინდეთ. საერთოდ არ მიაქციოთ ყურადღება ამ სანქციებს. გააგრძელეთ თანამშრომლობა, თუ რამე მოხდება, ჩვენ დაგიწევთ.
ეხლა უკვე აშკარაა, რომ ჩინეთს შეუძლია ან გაახანგრძლივოს ეს ომი ირანის მხარდაჭერით, ან სწრაფად დაასრულოს იგი. ზეწოლა მოახდინოს იმავე ირანზე. და რას აირჩევს სი ძინპინი? ეხლა დამოკიდებულია იმაზე, რას შესთავაზებს მას მომავალ კვირას დონალდ ტრამპი. აქ მრავალ წერტილს ვშვა. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში. ვიდეოს ქვემოთ. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Patchy News, პული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ვშვიდობთ.